აქ წავიდეთ? მოდი აი აქ დავжდეთ და რაღაცები წავიკითხოთ, მოდი. უი, პიანინოზე დაუკრათ. მოდი პიანინოზე დაუკრათ, მოდი. საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი პოლიტიკოსი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავა, თუმცა დღეს პოლიტიკაზე შევეცდებით ყველაზე ცოტა ვისაუბროთ და თინას კიდევ სხვა კუთხით გაგაცნობთ. თინა, საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა რომ მსგავსი ტიპის ინტერვიუზე დამთანხმდი შენს არაჩვეულებრივ შვილებთან ერთად და მოდი ასე დავიწყებ. როგორ ათავსებ პოლიტიკას და აი შენ ოჯახის საქმეებს და შვილებთან ურთიერთობას ერთმანეთთან? ეს ყველაზე მტკივნეული თემაა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის თათია, იმიტომ რომ უფროსი, რომელიც ახლა ბანაკშია და ჩვენთან ერთად ამიტომ არ არის. მის დროსაც უკვე პოლიტიკაში ვიყავი, მაგრამ გაცილებით მეტი დრო თავისუფალი შედარებით. კი. დედა დევი, ნახე, მამა დევი და ეს ვინ არის? და ეხა ბუნებრივია ნაკლები დრო მაქვს და ამას მართლა ძალიან განვიცდი, აი ეს დროის დეფიციტი რთული თემაა, მოკლედ ჩემთვის. თან ესეთ პატარებთან მე ეს გამოვლელი მაქვს, მე პოლიტიკაში არ ყოფილა, ტელევიზიაში ვმუშაობდი მაშინაც და რაღაცა მახსენდება, რომ ჩემ შვილებს ეს რაღაცა მონატრება სულ ჰქონდათ, რაც კი, ცხადია. დედისთვის ძართულია, კი. მოდი, შენი ბავშვობიდან ადრეული ასაკიდან დავიწყოთ, როგორი ბავშვი ვიყავი შენ? რა ინტერესები გქონდა და რა გახსენდება ყველაზე აი ესე კარგად შენი ბავშვობის მოგონებებიდან? რა მახსენდება, რა ვიცი, ხა მიუხედავად იმისა, რომ რა იყო დედიკო? ერეკლე წავიკითხოთ? კაი, წავიკითხოთ, მოდი. მოდი შენ თუ გინდა აი აქ, მაგრამ აქ არ ჩამომივარდე დედი. თიკა რა მხელები არიან სხვა პატარები? 3-ის ხდებიან სექტემბერში და ყველაზე ისეთი ასაკია, როცა ჭირდებათ მშობელთან დროის გატარება. ნუ, რასაც უყურებ, ერთი შენ გავს, ერთი მამას. კი, ლუკა გავს კოტეს და უფროსს, იმიტომ რომ უფროსი ასლია. კი, ძალიან გავს. და სანდრიკო მე მგონი ცოტა მე დავიწყავს. კი, შენ გავს სანდრიკო. და ლუკას უყვარს დევები. და ლუკას უყვარს დევები, მაგრამ ასევე უყვარს ამ ზღაპარს რა ქვია დედი გითხარი? ესიკი. მეფე და ირიკი. მეფე და ინგილო? კაზი. ხა ბოლომდე შეიძლება ვერ მოვასწროთ, ხო? იმიტომ რომ მე თათია თქო ჩვენი სტუმარია და თათიასაც უნდა ვესაუბროთ ჩვენ სტუმარს. რა გადმოაყარა დედიკო? ქლიავი, ხო? ვინ იყო ხეზე ასული? პატარა? პატარა ქალი. მეფის მხლებელნი წამსო წამოიჭრნენ ცხენებიდან, აცვიდნენ ღობეზე და შეჰპირეს პატარა ქალს. რა უთხრეს? აუტასდნენ. რაკენი ეს მეფეს როგორ გადმოაყარე ქლიავიო? ხო? როგორ გაბედე ქლიავი, როგორ ჩამოაყარე? როდესაც სახლში პატარები არიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან გამეხარდა, რომ შენი პატარები გავიცანი ესე ახლოს. თიკა, მოდი, შენს ბავშვობაზეც მოგვიყევი. როგორი ბავშვი იყავი და რა გახსენდება აი ბავშვობის წლებიდან ყველაზე ესე ტკბილად? მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ 91-იან წლებში ვიზრდებოდით, მაინც ძალიან ესე ტკბილად მახსოვს ბავშვობა, ძალიან დიდ დროს ვატარებდი აქვე ვაკის პარკში, იმიტომ რომ მოსაშვილის ქუჩაზე დავიბადე, გავიგარდე და ჩემი მშობლები დიდ პრიორიტეტს ანიჭებდნენ იმას, რომ ყოფილიყავი სუსუფთა ჰაერზე. ასევე მატარებდნენ, არ ვიცი, ყველაფერზე მუსიკით და ხელოვნების ისტორიით დაწყებული, ფრანგულით და გერმანულით დამთავრებული, მაგრამ ესეც ძალიან ტკბილად მახსოვს, აი მამასთან ერთად თუნდაც იმ პერიოდში, როცა ტრანსპორტი არ იყო და რა ვიცი, დენი არ იყო და ძალიან რთული პერიოდი იყო, ვაკიდან ხელოვნების სკოლაში მივდიოდით ხოლმე ფეხით.
და ხანდახან ეს ხდებოდა დღეში ორჯერ. და ხელოვნების სკოლა იყო საირმის ქუჩაზე. ასე რომ მოკლე მანძილიც არ იყო. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ხო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ძალიან მივსებდა ბავშვობას და აი სირთულე, რომელიც ამ გადმოსახედიდან ხა იმ პერიოდს უდავოდ ახლდა, ნამდვილად არ მიგრძნია. სანდრიკო, მოდი რა დედი, ჭკვიანად, შენ ხო იცი შენთვის თამაში. ეს ამით ბავშვს არაფერი სხვა არ აინტერესებს დედამიწაზე. ვაიმე, რა საყვარელია. მოდი წაგიკითხა, მოდი. ნახე, აბა რა წავიკითხოთ. ეს წიგნები სულ დაშლილია. დიდი ხნის წინათ დიდი მდინარეების არაგვისა და ივრის ხეობებში უცხოვრიათ უზარმაზარ და საშიშ არსებებს დევებს. დევები თურმე აღნაგობით ადამიანებს გავდნენ, მაგრამ იმდენად დიდები და ღონივრები იყვნენ, რომ ადამიანები მათ გვერდით ისე ჩადნენ, როგორც ცხვრები და ბატკნების. თავზე პატარ-პატარა რქებიც მოუჩანდათ თურმე. აბა სად არის რქები? აბა რქები სად არის? აქვთ აბა დევებს რქები. სანდალა გვაჩვენა შენ. აი ხო. ცეცხლი. ზოგს კი 2 და 3 თავიც კი ჰქონდა. წარმოგიდგენია, ლუკა? და რა იყოს? კი. ეს მეშინია დევების. მეშინია დევების. რადგან მშობლები ახსენე, აი უფრო ახლოს რო გაგვაცნო შენი მშობლები. რამდენად დიდი როლი აქვთ შენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში? არიან თუ არა შენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები და აი როგორი ურთიერთობა გაქვთ გავს მათთან? მშობლებზე ვსაუბრობდით. კი, რა თქმა უნდა, ჩემი გულშემატკივრები არიან, იმიტომ სხვაგვარად ძალიან გამიჭირდებოდა ამ ბრძოლაში ყოფნა. ახლა უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ დედა განსაკუთრებით ღელავს. ბოლო მოვლენებს კატას ამბობს. ზოგადად ესეთ სიტუაციას როცა, რა ვიცი, ყველა ოპოზიციური ლიდერი უკვე ციხეშია რეალურად. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჩემი და ელენეს გარდა, ხო? და რა თქმა უნდა, მშობლისთვის არ არის ეს მარტივი, თუმცა ჩემ გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემი მშობლები და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმაშიც აისახება, რომ პირველად როცა გამიშვეს სასწავლებლად ვიყავი 12 წლის გერმანიაში, ხო? კელნში. და იქ ვსწავლობდი სკოლაში, მართალია ვცხოვრობდი ოჯახში, რომელსაც მამა ძალიან კარგად იცნობდა. მაგრამ მაინც რთული გადაწყვეტილება ხარ. დედის ერთა ხარ? არა, ხარ. ნიკო, ჩემი უფროსი, რომელიც ახლა ბანაკში 10 წლის არის და აი რო ვფიქრობ, რომ 2 წელიწადში შეიძლება გერმანიაში მარტო, თუმცა საკმაოდ დამოუკიდებელია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქაური სიტუაციიდან გამომდინარე. სიტუაცია იყო, ხა მე 55 სკოლაში დავდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მეორებ, მაინც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა. ურავდენი არ იყო, გათფობა არ იყო, ხო, საკლასო ოთახებში ელემენტარულად და ის გერმანელი სტუმარი, რომელიც ჩვენთან იყო ჩამოსული 1-2 კვირით, რომ ნახა ეს რა სიტუაციაში ვცხოვრობდით. შემოგთავაზა, რომ ცოტა ხნით მე წავსულიყავი სასწავლებლად კელნში, ასე რომ პირველად რო წავედი, ვიყავი 12 წლის მახსოვს და თონია მყავდა ჩახუტებული აეროპორტში რომ მივდიოდი. არ გამჭირვებია ხა კი დისტანცია რთული იყო თან მაშინ არ იყო ეს საკომუნიკაციო შესაძლებლობები ეხლა რომ დღეში რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ დაურეკო მაშინ საკმაოდ ისეთი თან ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული ოჯახთანაც მერიდებოდა ხშირად ვერ ვთხოვდი კვირაში ერთხელ მქონდა ზარის შესაძლებლობა მშობლებთან მაგრამ რა მე ვფიქრობ რომ აი ეს დამოუკიდებლობა იმ ასაკიდან
ვისწავლე ალბათ ყველაზე მეტად მეხოთ იმისა რომ ჩემი მშობლები ამბობენ რომ პატარობიდან საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი. გერმანიის მერე იყო როგორც ვიცი ამერიკა, საფრანგეთი, შვეიცარია, ნუ რაღაცა გერმანიაში 12 და 13 წლის ორჯერ წავედი და შემდეგ 15 წლის ასაკში წავედი უკვე ამერიკაში. იქ სკოლაში სასწავლებლად. იქაც ოჯახმა დამპატიჟა. და მე უკვე იქ სკოლაში სწავლის პერიოდში ჩავაბარე ეგრეთ წოდებულ კოლეჯში, ანუ ბაკალავრის ეკვივალენტში. მე საქართველოში ჩამოვედი, აქ მუშაობდი, მე შვეიცარიაში ვსწავლობდი და შემდეგ ისევ ამერიკაში დავბრუნდი მაგისტრატურაზე და ეხლა რა თქმა უნდა ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მაგრამ მაშინ არ იყო ესეთი მარტივი, ხო? 96 წელს როცა პირველად წავედი და იგივე ამერიკაში 98-99 ჩემ კოლეჯში მაგალითად სმიტის კოლეჯი, რომელიც ნუ ესეც ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული კარგი by liberal arts colleges ეძახიან ბაკალავრის სადიპლომო ეს არის დაწესებულება, ასე ვთქვათ, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი და საქართველოს დროშა არ ქონდა საერთოდ, იმიტომ რომ ქართველი სტუდენტი ჩემამდე არ იყო დამყოფი. იმდენად მაშინ მაინც დახურული იყო სივრცე. ხო, ძალიან. ხო, და ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო, რომელშიც ასევე ჩემმა მშობლებმა შემიწყვეს ხელი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ოჯახები მათი ურთიერთობებიდან გამომდინარე გავიცანი, რომლებიც მე პატიჟებდნენ. ვინ არიან ქინა პროფესიით ჩემი მშობლები? პროფესიით დედა ბიოქიმიკოსია და მრავალი წლის მანძილზე ბიოქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, განსაკუთრებით ამ პერიოდში და მამა ძირითადად ეკონომისტი და ინჟინერია, მაგრამ ძირითადად ბოლო პერიოდში ინჟინერის პროფესიით მუშაობს. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ შემდგომ ეს შესაძლებლობები რაც ახალგაზრდებს მიეცათ მართლა ძალიან დიდი შანსი იყო ბევრისთვის, რომ მიიღო განათლება და შემდგომ დაბრუნებული იყო საქართველოში და მეც ყოველთვის ეს მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი წასული ვიყავი და მარტივად შეგეძლო იქ ქონოდა კარიერა და მე PhD-ზეც ჩავაბარე სხვათა შორის ფლეჩერში მაგრამ რაღაც მომენტში უფრო მუშაობა გადავწყვიტებდი, ვაშინგტონში ვმუშაობდი და რა თქმა უნდა იქ შემეძლო რომ გამეგრძელებინა ცხოვრება, ყოველთვის ძალიან მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი და ჩემი შვილები გამეზარდა საქართველოში, ქართველებად. ძალიან მინდოდა და ეხლა ძალიან გული მტკივა რომ ჩემს ირგვლივაც ბევრი ადამიანი ისევ ირჩევს ქვეყნიდან წასვლის გზას. იმიტომ რომ აქ უბრალოდ პერსპექტივას ვერ ხედავენ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. და ეს მართლა ძალიან ძიმე გადაწყვეტილებაა ბევრისთვის. აი ბევრი სტუდენტისგან მომისმენია რომ ეს ნოსტალგია აქვს ამ ქვეყნის ჩვენი თავიანთი ქვეყნის მიმართ. აი შენ როგორ გახსენდება ეს სტუდენტობის პერიოდი იყო ეს ნოსტალგიის? ძალიან. კი ხო? მყავდა, ნუ ჰაისკულში როცა ვიყავი, იქ საერთოდ არც ერთი ქართველი არ იყო. არც კოლეჯში არ ყოფილა. მყავდა ბერძენი რუმეითი, ანუ ვისთან ერთადაც ცხოვრობდი უშუალოდ ოთახში, კი. და კვირაობით დავდიოდით ხოლმე ეკლესიაში, რაც მე მაგალითად ძალიან მეხმარებოდა. აღდგომას ერთად ხვდებოდით ხოლმე. მისი მშობლები უფრო ხშირად ჩამოდიოდნენ, უფრო ხშირად კი არა, პრინციპში ჩემი მშობლები ერთხელ დედა ჩემი ჩამოვიდა მხოლოდ graduation-ზე, იმიტომ რომ მე სრული დაფინანსებით ვსწავლობდი უშუალოდ ჩემი კოლეჯის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიით. და ჩემი მგზავრობის ფულზეც მაგალითად MIT-ის პრეზიდენტი მახსოვს, მას შემდეგ რაც მე ესეთი აკადემიური მოსწრება მქონდა, ის ოჯახი სადაც ვცხოვრობდი, მათი ახლობელი იყო MIT-ის პრეზიდენტი და ესეთი ადამიანები გვეხმარებოდნენ ხოლმე და ეხლა რა თქმა უნდა მშობლებისთვის უკვე სწავლის პარალელურად არ მუშაობდი? სწავლის პარალელურად მუშაობდი თათია, მაგრამ როდესაც საუბარი იყო $35,000 tuition-ზე, ანუ სწავლის გადასახადზე, რომელიც ეხლა 70-ია, ხა რამდენი უნდა იმუშაოს სტუდენტმა? არა, მე ვიცახი, აი საარსებო. კი, თუმცა კამპუსზე ვცხოვრობდი, ანუ ჩემი დროის, აი ალბათ 95%-ს რო არ გადავაჭარბო, აკადემიური ცხოვრებით ვიყავი მთლიანად მოცილული. აი სხვა არაფრისთვის არც დრო, არც ენერგია
და რაღაც სურვილიც არ რჩებოდა, იმიტომ რომ იქვე ცხოვრობ ამ კამპუსზე. და შენ სამეგობროსთან ერთად, აი მთლიანად ხარ მოცული რაღაც ამ აკადემიური ცხოვრებით და რავი, წიგნებზე ყოფნით ახლა ეს და ხანდახან სპეციალური რაღაც აკადემიური ჯილდო იყო, რომელსაც ყოველწლიურად ვიღებდი ხოლმე და ისიც კი მჭირდებოდა ხოლმე იმისთვის, რომ იყო ხოლმე ლექციები, სადაც ერთი კვირის მანძილზე 5, 6, 7 არა სამაგისტრო დონეზე, არამედ ბაკალავრის დონეზეც კი წიგნი უნდა წაგეკითხა და ესეც თავისთავად ისეთ მნიშვნელოვან თანხებთან იყო ხოლმე დაკავშირებული. მაგრამ ძალიან კარგი პერიოდი იყო და ძალიან ბევრი შევიძინე, მაგრამ აი ყოველთვის მინდოდა, რომ იქ რასაც ვაკეთებდი, ვსწავლობდი, შემდეგ ჩამოვსულიყავი ამით, ასე ვთქვათ, საქართველოში. ეხლა გისმენ და გამახსენდა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, დედამ გაგატანა ერთ-ერთ წასვლაზე მატყლის საბანი და 2 ქუდით გაგაცილა. ეს ისტორია მაინტერესებს, ისე კარგად რო გაიხსენო. ხო, ეს სასაცილო ისტორია, იმიტომ რომ სიამძილეში ცალ-ცალკე ისტორიებია. ეს 2 ქუდის ისტორია იყო გერმანიაში, იმიტომ რომ იყო 96 წელი. აეროპორტი ჯერ კიდევ თუ გახსოვთ ის ძველი. როგორ არ მახსოვს? საშინელი აეროპორტი, სადაც არ იყო გათბობა და ჩემი მშობლები საშინლად ნერვიულობდნენ, რომ გერმანიაში ჩასვლამდე უკვე გავცივდებოდი. იმიტომ რომ სიბნელეში და გამყინვარებაში ველოდებოდით რეის. ყველა ერთ სივრცეში იყო, ერთი ოთახი იყო რეალურად, ხო გახსოვთ? ხო და დამაფარეს მოკლედ ჩემო მშობლებმა ეს 2 ქუდი და უცებ ფანჯრიდან რაღაცას მანიშნებენ, მეც ვერ მივხვდი შემორბის მამა ჩემი გამოიარა. ხა ის სასაზღვრო ზონა სიამბლე პატარა იყო, მაგრამ რომ ბავშვმა მოიხარა მეორე ქუდი და გაცივდება გერმანიაში ჩასვლამდე და იქ კიდე სკოლაში ველოსიპედებით გაგვიშვეს და ყინვაში, თოვლში, წვიმაში ჩვეულებრივად ესე დავდიოდი ველოსიპედით და რა ვიცი, მშვენივრად ეს მატყლის საბანი მართლა წაიღე. და მართლა წავიღე, რა თქმა უნდა. აღარ ეს იყო უკვე კოლეჯში. და რატო ჩათვალა დედამ არ ვიცი რა იქ. მაგრამ მოკლედ გაცილებით უფრო იმედიანად გრძნობდა თავს თუ ასე გამიშვებდა. თიკა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ხარ, ხო? კი, ბაკალავრის დონეზე ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებს და პოლიტიკურ მეცნიერებას. და შემდეგ უკვე სადაც სპეციალიზაცია და პროფესიის შერჩევა ხდება რეალურად ეს არის სამაგისტრო დონეზე და ამ დროს ვსწავლობდი ფლეჩერის დიპლომატიის სკოლაში. დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი. დიპლომატობა ხო, მაგრამ პერიოდი ვიყავი კიდეც. აი პოლიტიკაში როგორ მოხვდი და აი კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაში. სინამდვილეში სრულად შემთხვევით იმ თვალსაზრისით, რომ კი, ნამდვილად ყოველთვის მინდოდა დიპლომატიურ სამსახურში, იმიტომ რომ ამას ვსწავლობდი. წლების მანძილზე საერთაშორისო სამართალს, რა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი მაქვს ნასწავლი ადამიანისგან, მაგალითად, რომელიც წიგნებს წერს ამ სფეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალიც ნასწავლი მაქვს იმ ადამიანთან, რომლის წიგნებითაც დღემდე ხელმძღვანელობენ ამ ლექციებზე, ანუ ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და მინდოდა ბუნებრივია შემდეგ, რომ ეს ცოდნა გამომეყენებინა ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მოკლე პერიოდი მომეცა ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჟენევაში ვიყავი ელჩის მოადგილე და შემდგომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ეს რომელი წლებია? ეს იყო 2010-2011 წელი. და ამას დაემთხვა მათ შორის ის, ну, გარდა იმისა, რომ ჟენევაში გაეროსთან გიწევს ურთიერთობა, გაეროს სხვა ორგანიზაციებთან, ასევე ჩვენ გვებარა ორმხრივი ურთიერთობის შვეიცარიასთან, ასევე ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ოკუპანტთან, ну, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ესე იყო და ასე უნდა იყოს ზოგადად, სადაც ჩართულები არიან ამერიკელები და ევროპელები მედიატორების როლში. და ასევე ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საქართველოს ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებში იყო შვეიცარიის მედიაციით რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე.
რაც იმას ნიშნავს, რომ აი მართლა რასაც ლექციებზე ვისმენდი და ვსწავლობდი, იმ მასალებით და იმ ცოდნით შემეძლო ამ მოლაპარაკებებზე სიარული. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ამისთვის ვსწავლობდი და ამისთვის ვშრობობდი, ასე ვთქვათ, მთელი ის წლები და ძალიან მიყვარდა ეს საქმიანობა. და მიუხედავად იმისა, რომ სულ 3 დიპლომატი ვიყავით ჩვენს მისიაში ჟენევაში, მოვიაზრებოდით როგორც ძალიან ძლიერი დიპლომატიური მისია. და სხვადასხვა მისიები, მათ შორის, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ დიდი ქვეყნების, აი თურქეთის სხვები, ჩვენთან მოდიოდნენ ხოლმე ხშირად იმისთვის, რომ რაღაცა საერთო საქმეები დაგვეგეგმა და ეს ძალიან კარგი წლები იყო, მაგრამ მე მივიღე ასეთ შემოთავაზება, რომ აქ ჩამოვსულიყავი იმ პერიოდში, ასე ვთქვათ, საკმაოდ კონტროვერსიალური პასუხისმგებლობა ამეღო. ეს იყო 2012 წლის არჩევნებამდე და ეს ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის უკონტროლო და უკანონო ხარჯვას იმისთვის, რომ რეალურად მოესყიდა, ნაწილი ყოველ შემთხვევაში იმ შედეგის, რაც მან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანში იყო იმედი, რომ ამ ადამიანს დადებითი ცვლილებები შეეძლო მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის, არც ერთი წამი ამისთვის არ დამიჯერებია, არასდროს არ მჯეროდა ამის. ყოველთვის თვლიდი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსული პროექტი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, პირველი წამიდან, როდესაც გავიგე ამ ადამიანის სახელი ჟენევაში, სხვათა შორის. როდესაც დაანონსა პოლიტიკური პარტიის შექმნა და შემდგომ უკვე იმ თვეებში და აქ საუბრობთ სულ რამდენიმე თვეზე, როდესაც ამ საქმით ვიყავი დაკავებული, მივიღე შემოთავაზება უკვე ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის სიის, ასე ვთქვათ, პროპორციული სიის და თუმცა ამაზე ხშირად არ ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ რეალური გეგმა ის იყო, რომ მე პოლიტიკაში არ უნდა დავრჩენილიყავი, ისევ დიპლომატიურ სამსახურში უნდა დაუბრუნებულიყავი, უბრალოდ რაღაც იმისთვის, რომ ის განაცხადი, რომლის გაკეთებაც უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას და რა თქმა უნდა ძალიან მეამაყებოდა ის საქმეები, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და ის აღმშენებლობა ვარდების რევოლუცია ეხლაც მახსოვს, აი სმიტის კოლეჯში რო ვახსენე, არ მქონდა პერსონალური კომპიუტერი იმ პერიოდში, ჯერ კიდევ და ეგრეთ წოდებულ computer labs ეძახდნენ, ანუ ასეთ სტუდენტებისთვის, ვისაც არ ქონდა პერსონალური კომპიუტერი, სპეციალური სივრცე იყო შექმნილი, სადაც მუშაობდით. და აი არასდროს არ დამავიწყდება ის სივრცე, ის ადგილი, ის მომენტი, ის განცდები, ის შეგრძნებები და ის იმედი, რომელიც ჩამესახა, როცა აი ამ კადრს ვუყურე და მივხვდი, რომ რაღაც კარდინალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. და მაშინ მომინდა აქ დაბრუნება. და ძალიან სამწუხაროა, რომ ეხლანდელი ვითარება უამრავ ახალგაზრდას, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში დაბრუნება მოინდომონ, პირიქით, რაღაცა წასვლაზე უჭირავ თვალი, იმიტომ რომ არანაირი შესაძლებლობები ჩვენ ქვეყანაში აღარ არსებობს. და არა მარტო ახალგაზრდებს, ჩვენ და სამწუხაროდ. და არა მარტო ახალგაზრდებს კი. ასეა. მოკლედ, უნდა გაგეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ სიაში შემოგთავაზეს ყოფნა დიპლომატიური სამსახური და დარჩე უკვე მერე საქართველოში და ვეღარ წახვედი. არა, იმიტომ რომ მე ზოგადად არ მჩვევია ბრძოლიდან გაქცევა, არ მჩვევია დანებება და ხა ეს მართლა უკვე რაღაც ეგზისტენციალური ბრძოლა გახდა, არა ჩემთვის, არა ნაციონალური მოძრაობისთვის, არა რომელიმე ერთეული პოლიტიკოსისთვის, არამედ ქვეყნისთვის. სულ რამდენიმე საათში მე მივემგზავრები სტრასბურგში, იმისთვის რომ იქ ჩავიტანო თქვენი საქმეები. აქ როდესაც ვიმყოფებით ვაშინგტონში და გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები, უფრო ცხადად ვხედავთ, რომ ხელა შესაძლებლობებს კარგავს საქართველო ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო. On the one hand, we have the freedom-loving European
Georgian people. Zina Ivanishvili has captured state institutions and subjugated the economy to work in the interest of the ruling elite. მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ. აგერ უკვე მე-13 წელია პოლიტიკაში ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახლოს არის ცვლილებები, რომელსაც მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ. დიდი იმედი აქვს. პოლიტიკოსობა არ არის მარტივი ამბავი ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ბევრი ტალახი გვხვდება დაუმსახურებელი. არ გინანია არასოდეს რა დაირჩია ეს გზა და მე დარჩი პოლიტიკაში და აქვე თუ გინდა გკითხავ, აი ყველაზე დიდი იმედგაცრუება რა იყო შენთვის აი ამ პოლიტიკურ გზაზე ამ წლების განმავლობაში? იმედგაცრუება ძალიან ბევრია, ახლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რთულია ნამდვილად მარტივი არ არის 13 წლის მანძილზე ამ ბრძოლაში ყოფნა, რა ვიცი, მთელი ცხოვრება პრინციპში. საუკეთესო წლები ყოველ შემთხვევაში, როცა ყველაზე პროდუქტიული უნდა იყო, ყველაზე მეტი უნდა შექმნა. ალბათ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომ ძალიან მინდა რომ რაღაც შევქმნათ, ანუ ამ ქვეყნისთვის წინ წავიდეთ და ამას რომ ვერ აკეთებ, ეს ძალიან რთულია. განსაკუთრებით ამ მომენტში. ჩვენ ვიცით სად არის ძალა, რომ ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ეს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა და სწორი ეროვნული ხელისუფლების პირობებში, აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ხა ვიცი რომ პოლიტიკური გადაცემა არ არის, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე თათია სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ დღეს უკვე გაწევრიანების პროცესში ვიქნებოდით ევროკავშირთან. კი, და მე ვიქნებოდი თუ სხვა ადამიანი იქნებოდა საქართველოს წარმომადგენლები ისხდებოდნენ ევროპელებთან მაგიდაზე, სადაც საქართველოს გაწევრიანების პროცესი იქნებოდა განხილული და ამისთვის გადავდგავდით კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყანაში. და ამას რომ ვერ ვაკეთებთ, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და იმედგაცრუება. ხო, თან მით უმეტეს აი ეს რაც ხდება მოლდოვაში. აი და რაღაცნაირად ხარ უსუსური ვერ შვები ვერაფერს და ნუ და ხა მაია სანდუ, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი ლიდერია, რომელსაც ალბათ ბევრი არ უწინასწარმეტყველებდა იმას, რომ ესეთ ოლიგარქიულ რუსულ სისტემას დაამარცხებდა ეს ახალგაზრდა ძალიან ძლიერი ქალი და პრინციპული ქალი. კი, რამხელა მხარდაჭერას იღებს ევროპისგან. ხა კაია კალასი საუბრობდა და მაიას ცოტა ხნის წინ ნახე ვალენსიაში ძალიან მნიშვნელოვანი კონგრესი იყო ევროპის სახალხო პარტიის, სადაც ყველა ეს ლიდერები ვნახეთ და აი სწორედ იქ გამიჩნდა ყველაზე დიდი აი ეს იმედგაცრუების განცდა, იმიტომ რომ იგივე ურსულა ფონ დერ ლაიენი პირდაპირ მესაუბრებოდა იმაზე, თუ რამხელა ფინანსების გამოყენება შეეძლო საქართველოს, მათ შორის ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის. იგივე სამხედრო პროდუქციის წარმოება, ანუ უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები იმისთვის, რომ ერთის მხრივ კეთილდღეობა მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის და მეორეს მხრივ რეალური უსაფრთხოება, რეალური მშვიდობა და არა ეს მოგონილი მშვიდობა, რომელსაც ვითომ ყიდის ხო ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ეს მართლა ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, როცა იცი რომ აი ერთი ხელის გაწვენაზეა ეს შესაძლებლობა და ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ყავს ივანიშვილი, ყაველაშვილი და პაპუაშვილი და სხვები. თიკა მოდი დაუბრუნდეთ, ანუ ეს ძალიან აქტუალურია და შეუძლებელია პოლიტიკოსთან ინტერვიუს წერდე და ამ თემებზე არ ილაპარაკო, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ უფრო შენს აი ოჯახურ ამბებს. წაღანაც აღვნიშნე ხო, აი გადაცემის დასაწყისში შენი პატარა ბიჭები მოვიდნენ, ნუ ენატრებად დედა ცხადია და სახში რო ხედავენ მასთან უნდა, აი მაინც როგორ ახერხებ, ძალიან რთულია ეს ყველაფერი. თან მართლა მით უმეტეს, როდესაც უკვე პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხარ, გიწევს შეხვედრებზე სიარული, ნუ ფაქტობრივად 200 მე რამდენი დღეა დღეს, ხო? 200 დღეზე მეტია უკვე ყოველდღიურად რუსთაველზე აქციებზე ყოფნა, არა მარტო აქციებზე, ხო? აი ძალიან ბევრი საქმე გაქვს. როგორ ახერხებ შეუთავსო დედობა პოლიტიკას და უფროს შვილზეც მინდა რომ მომიყვე, იმიტომ რომ პატარა ბიჭები უკვე ჩვენმა მაყურებელმა თვითონ ნახა და შენი უფროსი შვილი ამ წუთას არ არის სამწუხაროდ სახლში. ძალიან სამწუხაროა. ნიკოს ძალიან უყვარს ფეხბურთი
და ეს არის მისი მთავარი, ასე ვთქვათ, ინტერესი და გატაცება ცხოვრებაში. მაგრამ ძალიან განვიცდი იმას, რომ აი ეს რაღაც ბავშვობის სილაღეს ახლა შეიძლება თუნდაც მცირე ბზარი გაჩნდეს ამაში, იმის გამო, რომ მე არჩეული მაქვს პოლიტიკური ცხოვრება. როგორ ახერხებ, რომ ეს რაღაცები არის დონიკოს? ეცე მე მაგალითად არასდროს ვსაუბრობ პოლიტიკაზე სახლში. არასდროს. და ნიკოსაც ვეუბნები ამას, რომ სანამ არ იქნები სრულწლოვანი, პოლიტიკა არ არის ბავშვების საქმე, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი ესმის, ყველაფერს ძალიან განიცდის. ხო, ნუ ეს მინდოდა მეთქო, რა ტელევიზორი ხო ჩართულია, სახში შეიძლება მაქსიმალურად შეეცდო. იმდენად არ არის ნიკოსთვის ინფორმაციის წყარო, რამდენადაც სოციალური ქსელი, სადაც განსაკუთრებით არ ვიცი, დაუნდობელია, ნუ რატო, იმიტომ რომ იქ რეალური ადამიანები არ არიან, ხო? ეს არიან დაქირავებული ტროლები და ბოტები, რომელსაც საქართველოს გადასახადის, გადამხდელების ფულს რეჟიმი უხდის ადამიანების ლანძღვაში. ხო და მე ეს ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს. მოდი დედიკო. მოდი სანი. ჩემზე ეს საერთოდ არ მოქმედებს და ახლა 13 წლის მანძილზე ამას მივეჩვიე. ხო, მაგრამ 10 წლის ბავშვისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატო შეიძლება გაუანწყო დედა? კი, გაუგებარია და ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე მომენტი და ამიტომ არ ვიცი იმაზე ბინძური და სასტიკი რა შეიძლება გააკეთოს რეჟიმმა, ვიდრე ის რომ შეეხოს შენ შვილებს, რაც გაბედეს. აი ჩემთვის პირადად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ეს აი იმდენად საშინელება გააკეთეს, რომ მე მერჩივნა რაღაც სხვა სადამსჯელო მეთოდი გამოეყენები და თუნდაც ის, რასაც იყენებენ კაცების მიმართ, ხო? ეხლა ფაქტია, რომ ეს დიფერენციაცია პოლიტიკურ ლიდერებს შორის მათ მოახდინეს ამის მიხედვით, რომ ანუ საპატიმროში რეალურად არიან კაცი ლიდერები, ხო? და მაგრამ ჩვენზე ზემოქმედებისთვის, ჩემზე ზემოქმედებისთვის და ჩემ ოჯახზე ჩემი აზრით კიდევ უფრო სასტიკი გზა აირჩიეს. ბავშვების უსაფრთხოებით დაგვემოქმნე. თუმცა, რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ დიდი დრო არ არის დარჩენილი და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, სადაც ბავშვებს ისე გავზრდით, რომ აი ეს სიძულვილი და ეს ძალადობა, ეს რეპრესიები, ეს საშინელება აღარ იქნება მათი ცხოვრების ნაწილი. აბა, ავარჩიოთ. რა ჩავიცმებთ ბიჭებო? აბა. შენ ზაღლუკები გინდა? სინდა. შენ ზაღლუკები გინდა, ხო? მოდი, ხე შენ აირჩი. აბა, რომელი გინდა? ეგ გინდა? კაი. თინა, აი ერთია, რასაც მართლა მაყურებელი ხედავს ეკრანზე, ხო, ყოველდღიურად პოლიტიკოსი თინა ბოგუჩავა. აი როგორია კამერებს მიღმა თქვენი ყოველდღიურობა, აი ერთი ჩვეულებრივი დღე. ნუ ამ პირობებში მე მგონი ჩვეულებრივი აღარ გვაქვს საერთოდ არც ერთი დღე. მაგრამ ძალიან დატვირთული, ბავშვები ძალიან ადრე იღვიძებენ, მე კოტეს მიყავს ბაღში, როგორც წესი, თუ არ ავადობენ, მაგრამ ნუ ხშირად ვირუსების პერიოდიც არის ხოლმე და ეს განსაკუთრებით რთულია, იმიტომ რომ ბავშვს რო სიცხე აქვს, მე ნებისმიერ სხვა რაღაცაზე კონცენტრირება ძალიან დედას ძალიან უჭირს. იშვიათად არის სამწუხაროდ, რომ მე მოვახერხო და ისე დროს დაუბრუნდე, რომ თქვათ ნიკოს დავალებები ძალიან დამოუკიდებელია, თვითონ ამზადებს ყველაფერს, მაგრამ მაინც მინდა რომ ამ სასწავლო პროცესშიც ჩართული ვიყო, რა თქმა უნდა. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ამას ვერ ვახერხებ. მე ბავშვებიც ადრე იძინებენ, ანუ 9 საათზე უკვე ვაწვენთ და ის მაინც თუ მოვახერხე რომ ზღაპარი წავიკითხოთ ერთად და მე დაიძიონ, ის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე, ხშირად ისე იძინებენ ბავშვები, რომ ვერ ვასწრებ მოსვლას და ის სულ მაგაზე ვარ ორიენტირებული. ეთერებსაც რო გეგმავთ ხოლმე, რომ იქნებ რამენაირად ბავშვები დავაძინო და ან მანამდე იყოს ეთერი და ან მერე. რომ აი ეს დაძინების მომენტი, ეს რაღაც მოკლე დრო მაინც კონდეს იმისთვის, რომ დრო ერთად გავატაროთ. თუ ხარ მართლა, თუ ხარ ბავშვის ხმა რომ ესმის, თუ გნებავთ დაიჭირეთ ხელში და შევეცდები რომ მალე მოვჩე. დიახ, ბოდისკი. არანაირად.
აი თქვენ მკითხეთ რამეს თუ ნანოფო და აი ყველაზე დიდი სინანულის მომენტი ეს მაქვს, რომ ჩემი შვილების აი ესეთი მნიშვნელოვანი ასაკი დაემთხვა ესეთ რთულ პერიოდს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მართლა არჩევანს ვერ აკეთებ, ანუ ერთის მხრივ თვლი რომ იმ საქმეს, რასაც აკეთებ და იმ ბრძოლას, რაშიც ხარ, ისევ მათთვის არის იმისთვის, რომ აქ ვიცხოვროთ ელემენტარულად ამ ქვეყანაში შევძლოთ ცხოვრება. მაგრამ მეორეს მხრივ ვეღარასდროს დაიბრუნებ იმ წამებს, რომელსაც კარგავ შენ შვილებთან. სამწუხაროდ. კი, სამწუხაროდ. ჩემი ტყუპები და ნიკო ახლა კი უკვე დიდი ბიჭია, მაგრამ რა თქმა უნდა, ნიკოსთან გატარებული წუთებით ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ამიტომ ერთადერთი რთული მომენტი ჩემთვის ნამდვილად ეს არის. იმაყურებელს თავიდან დავპირდით, რომ რაღაცა პოლიტიკაზე ყველაზე ნაკლებს ვისაუბრებთ თქო, მაგრამ ისეთ რეალობაში არა, სამწუხაროდ ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ხო? აი ყოველდღიურად დილა რო თენდება ტელევიზორს რო ჩართავ, არის ან რეჟიმის პატიმრების სასამართლო პროცესი, ან პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ, ან აი ამ დედების რაღაცა უსაშველოდ კივილის ყურება, ან არის ჟურნალისტების პროცესი, ან ვიღაცას დახვდნენ, ვიღაც გაიტაცეს. რეალურად მართლა სრულ არ ვიცი, საგიჟეთში გვიწევს ხო ცხოვრება. ჩვენი ცხოვრებაა ეს არის ჩვენი ცხოვრება. აი როგორც თუნდაც არა როგორც პოლიტიკობს, როგორც ადამიანმა თინა ბოგუჩავა მინდა რომ გაუზიაროს ჩვენს მაყურებელს თავისი გულის ტკივილი კიდევ ერთხელ ამ ყველაფერზე და რას ეტყოდით აი იმ ახალგაზრდებს, ვინც მართლა 200 დღეზე მეტია და იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და იმ ადამიანებსაც, ვისაც რაღაცნაირად გული აქვს აცრუებული, ან ცოტათი შეეშინდა კიდევაც, აი რას ეტყოდით ამ ადამიანებს? იცით რა, მე მგონი რომ ჩვენს მხარეს აი განსაკუთრებით პოლიტიკოსების ნაწილში თუ ჩვენ გამოვიჩენთ სიმტკიცეს და უკომპრომისობას, მათ შორის ერთიანობას, აი მე ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად ამ დაკვეთას ვგრძნობ ხოლმე ხალხში პოლიტიკოსების მიმართ. რომ იყოს მეტი ერთიანობა. ამიტომ არის ჩემთვის ახლა ეს უკვე პოლიტიკურ ანალიზში ნამდვილად არ მინდა რომ ჩვენი საუბარი შევიდეს, მაგრამ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ლელომ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ, რასაც ჩვენ მივიჩნდეთ, რომ რეალურად იქნება მორიგის სპეცოპერაცია. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ამგვარი რაღაც ფრაგმენტაცია, რა თქმა უნდა, სწორედ ის არის, რაც რეჟიმს სურს. და ეს მხოლოდ საქართველოში არ არის, ეს ყველა ზოგადად ავტოკრატები, ეს საერთაშორისო მაგალითებს რო გადავხედოთ, ყოველთვის ამას ცდილობენ, ეს არის მათი modus operandi, რომ საპროტესტო განწყობები მათში გამოიწვიონ იმედგაცრუება და აპათია, უმოქმედობა, ასე ვთქვათ, იმით რომ დაანაწევრონ და ფრაგმენტაცია მოახდინონ იმ პოლიტიკური ძალების, რომელთაც სურთ ცვლილება. და რომლებიც იბრძვიან ამ ცვლილებისთვის. ამიტომ ძალიან სამწუხარო იყო ნამდვილად ლელოს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, მაგრამ რა ვიცი, მე სულ ჯაფარას სიტყვები მახსენდება ხოლმე და დარწმუნებული ვარ. რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმართოთ, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ასე რომ ეს რწმენა ერთი წამით არ უნდა დავკარგოთ და ნამდვილად ასე იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და რა ვიცი, მთელ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თავებსაც ვუსურვებ, რომ მართლა ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვოთ. კი, აუცილებლად ესე იქნება. მე მჯერა ამის და რწმენა გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა.